ოლქში თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო და თქვენ იყავით ის ოპოზიციური კანდიდატი, რომლის შემთხვევაშიც სერიოზული უპირატესობა იყო გამოკვეთილი, მაგრამ დღეს ახლა რასაც ხედავთ, ცესკოსაიძე ესეთი ოქმები იტვირთება, რომ თქვენი მოწინააღმდეგის უპირატესობა დაწინაურდა მოკლედ კობიაშვილი. რა ხდება აი ამას თუ ელოდით და მას შესაძლოა თქვენთან ეს ხდება, წარმოვიდგენია სხვა ოლქებში რა სიტუაცია? იხილეთ რაც მოხდა და რაც ხდება, ხო? ეხლა უამრავი გაბათილებული დისბალანსი ოქმებში ბიულეტენები გაბათილებული უკანასკნელი შედეგმონაცემებით 42% 40-ზე დასვეს. წარმოვიდგინეთ, ანუ 40% კობიაშვილი, 42% მერია. ნუ აქ ამაზე აღარ არის საუბარი ხახო. ეხლა ყველა უნდა გადაწყვეტოს. ერმა, თავისუფლების მოყვარე ერმა უნდა გადაწყვეტოთ რა გვინდა. გვინდა ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი და თავისუფლების ხარისხი იყოს უფრო მაღალი ქვეყანაში თუ გვინდა რომ უბრალოდ ერთ ადამიანის მორჩილებაში ვიყოთ. მე დაწუნებული ვარ პირველს აირჩევს ერი. აირჩევს ძალიან მალე. წარმოუდგენელი არის. ბიზნეს ერვანიშვილმა თავისი ხელით გაითხარა სამარე. ძალიან თულად ფიქრობს იგი რომ ეს არჩევნების შედეგები რომელიც დააფიქსირებია საკუთარ არ ვიცი მე აბსონებს შერჩება. არ შეჩერებ, იმიტომ რომ მე პირადად არ ვიქნები უწუხელი ჩემი შვილის მიმართ. არ ვიქნები ხა პოლიტიკის კეთებას, რა აზრი ექნება ამ ბუკლეტის დარიგებას, ან საარჩევნო კრების გადაღებას, ან ბილბორდის. რა ვინ მოვატყუოთ ერთმანეთს? უნდა მოვატყუოთ ნებისმიერი გიჟი გამოვარდება იარაღიანი, შეიარაღებული ადამიანი, იქით დაესხება თავს, მერე მას დაიჭერენ, ვისაც დაესხება ვიღაცას შეაშინება, ვიღაცას დაიჭერენ, გადაწერენ, გადმოწერენ, რასაც უნდა გააკეთებინოს და მერე ერი უნდა გამოვიდეს და აღიაროს ის არჩევნები, რომელიც არ ყოფილა უბრალოდ და პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ძალადობაცაა და ძალადობაც, ხო? ყველაფერი ასე თქვა თაიგულის სახით მოგვართვა დანაშაულებების სახით. ამისი პატიება ისტორიის წინაშე იქნება დანაშაული, ხო? ჩვენ ხვალ შევიკრიბებით აქციამდე კი პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ლიდერები, ნაწილი მათგანი სამწუხაროდ რეგიონებში იყვნენ და ბუნებრივია 4 საათზე რუსთაველის გამზირზე ბევრ ქართველთან ერთად, საქართველოს მოქალაქესთან ერთად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ამ არჩევნებზე და 2016 წლის განსხვავებით რუსელები ატრიალეს. აი ეს მათი საარჩევნოებთან გამოხატული ნება. საარჩევნო უბანი ხვალინდელ პროტესტს შეუერთებიან დაწემოვნებული ვარ პროცესი რომელსაც საფუძველი ჩაუყარა თავად ბიზინა ივანიშვილმა, ხო? დასრულდება ხალხის გამარჯვებით. დაწემოვნებული ვარ ამაში. ეჭვი არ მეპარება, იმიტომ რომ ქართველი ხალხის გამოყარეობაში ეჭვი არ მეპარება. ამიგეთ? მე პირადად ჩემი მეგობრები საკუთარი თავის ვიბრძოდით, ხუთს დავიხურავდით და სხვა საქმეს ვიმხედავდით, ხო? მაგრამ არ შევატოვებთ ამ ქვეყანას ყობახიძე ივანიშვილ ფარცხალაძეს. და იმიტომ რომ ფული მოგპარეს, ხალხს მოპარეს და მე ამ ფულს ხარჯავენ ხალხის წინააღმდეგ. პლუს ძალადობენ, ხო? და მე გამოვიდეთ და ტაში დავუკრათ რა მაგრები ხართ. აი ვავიღეთ მერე რა 2% ხომ მოგიგი ხა გდანის რაიონი მერე რა რომ ესე რა ქვია ოცნებადად თქვა მისი სატელიტი შევიდა პარლამენტში და ოპოზიციური ამბავია ეს პროცესი დასრულდება გამარჯვებით ქართული ხალხის. ქართულ ხალხს მიაყენა უდიდესი შეურაცხყოფა სულში. არ მოითმის, არ აიტანს. რას აკეთებდნენ ხალხო? ძალადობდნენ ასე ჯგუფებად 80-90 ადამიანი მოგროვდებოდა, თავს დაესხმეოდნენ ერთ კონკრეტულ და მეორე კონკრეტულ საარჩევნო უბანს, გაიტაცებდნენ, დაშესხებოდა შეიარაღებულები გაიტაცებდნენ დამკვირვებლებს, მერე ამ საარჩევნო უბნების ბლოკირებას ახდენდნენ, იქ ამორჩეველი ვეღარ მიდიოდა, ნება ვერც გამოხატა, კაცო. არც აისახა ბევრი არჩევანი საერთოდ ბიულეტენი ვერ შევიდნენ, უბნები იყო გდანის რაიონში, ამორჩეველი ვეღარ შევიდა, გესმით თქვენ? შეიარაღებული ადამიანების, კრიმინალების, პოლიციელების ალყაში იქნა მოქცეული რამდენიმე უბანი. იცოდნენ სად აგებდნენ განსაკუთრებით 110 უბანია გდანის რაიონში. ამ წუთის გომა ბიულეტენი ოქრონი მეჭირასხეში 110 უბნიდან 67 თუ 68 ბოლოს აღარ მახსოვს უბანი მაქვს მოგებული.
110 უბნები, აი ამ ძალადობის პირობებშიც 110 საარჩევნო უბნი და 67 თუ 68 უბანი მოვიგეთ. სადესმეოდნენ თავს რომელ საარჩევნო უბნებს, სადაც იცოდნენ რომ წინასწარ იცოდნენ რომ მაგრად აგებდნენ. ეს გააკეთეს ტოტალურად. ეს ხდებოდა კახეთში, ხდებოდა რუსთავში, ხდებოდა ბათუმში, ხდებოდა ქუთაისში და გაიღვიძებს ერი არ არსებობს. არ არსებობს, მე არ მიგდის პოლიტიკის კეთება, ხახთ მე ხა თვალთვაქცობაა თუ რა, ეხა ვერ გავიგეთ. ბიძინა ივანიშვილი რასაც უნდა კადრულობს და მე და ჩვენ მეგობრებმა ვაღიაროთ ის არჩევნების შედეგები, რომელიც უბრალოდ არ დაფიქსირებულა. ტყუილ დამახავოთ შუში მიჩემნია, ვიდრე მიწოდოთ პოლიტიკოსი და მოგატყულოთ რომ ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური. გამორიცხული ამბავია, ბრძოლა იქნება ბოლომდე. ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამბოს უთქვამდე. მანამ სანამ ქართველი ერი არ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს ასახოს მისი ნება. ეს არის და ეს. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ნიკა მელია, რომელიც დანის ოლქშია და ნიკა მელია შტაბში იმყოფებოდნენ